გლდანის პირველ მიკრორაიონში ვართ და აქვე დასაწყისში ილია ვეკუას ქუჩაზე არის საკონდიტრო საცხობი. ეს არის საკონდიტრო. ახლა რო გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ თქო ვერ ვიქნები. ძალიან ცუდი ტილოები გაქვთ. სუფთა ქვაბები, გადაჭედილი სანაგვე. და ქვევითაც ნახეთ რა მდგომარეობაა. სამწუხაროდ სახარბელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. აი ნახეთ ქვევითაც რა მდგომარეობა. ამას შეხედეთ. ეს გადასაწმენდი და ეს სუფთა ფორმები ხვეულეს. აი ეს ნახეთ. აი საერთოდ არ ნახეთ რა მდგომარეობა. აი ჩაიხედეთ და გადაიხედეთ. ეს არის სუფთა ჯამები. ეს არის ფირფიტები გამზადებული და ეს არის ნახეთ აქ არის ფქვილი. ეს ქიშმიშია, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოკეთ ასეთი ობიექტები არ ილევა. ყველაზე საშინელება აქ კიდე რა ხდება, იცით? აი ეს არის ნახეთ, ეს არის ფორმა, რომლითაც აი დაკრემბვა ხდება. ეს არის შაქარი. შაქარსაც თავი არა აქვს დახურული და ნახეთ აი ზევიდან ყველაფერი შიგნით სვივა. ეს არავის არ აინტერესებს. დაფები ნახეთ, ეს რო არ დაიკარგოს, ალბათ მერე ისევ აბრუნებენ საკვებში, ნახეთ, ამას შეხედეთ. ამ ტილოთი უსმევთ, ცხიმს რაზე უსმევთ ამას? ეს პასის ფორმები დავზეთეთ გამოსაწვავად, ბრავო. რას ლაპარაკობთ? კარაქით ჯერ უსმევთ და მერე წვავთ? ეხლა გავრეცხეთ მერე, ხო ახლა. ქალბატონო, კარაქიან ტილოს უსმევთ პასკებს, რომ გამოიწვას? ეგეთი ტყვილი ჩემთვის არავის არ უდგოს. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. კედელი რა მდგომარეობაში, ამას შეხედეთ. ზევით აიხედეთ, შეხედეთ აქ სუფთა სინებია დაწყობილი. ნახეთ რა მდგომარეობაშია რა. ამას შეხედეთ. ეს რა არის? აი ეს რა არის? რისი ექსტრემენტები არ ვიცი ოღონ, აი რისი არის ვერ გეტყვით. ეხა არ მინდა რაღაც ზედმეტი ვთქვა, თავისი ყოფნა ძალიან წუხვარ, ძალიან ცუდი მდგომარეობა ობიექტზე. ობიექტი არის ზებინძური. აი ყველგან აბსოლუტურად სიბინძურია. კარგა ხანია, ჩვენ ასეთი საკონდიტრო არ გვინახია. და დატვირთვით საკმაოდ დატვირთვით მუშაობს, საკმაოდ დიდი ასორტიმენტი აქვს. აბსოლუტურად ტრადიციული ასორტიმენტი, ხაჭაპური, ფენოვანი, ლობიანი, ღვეზელი და ასე შემდეგ, მაგრამ არის ასევე საკონდიტრო პროდუქცია, მაგალითად კრემიანი მილაკი ღირს ლარი და 30. კარგი ის არის, რომ შემადგენლობა, აი როგორც ითხოვს კანონი, არის ნამდვილად. წერია, რომ შენახვის ვადა არის 1 დღე. თუმცა არა წერია რომელ დღეს არის გამზადებული. დახლი საკმაოდ სუფთა. აი გარე პერიმეტრზე რა მოგახსენოთ, რა თქმა უნდა, მტვერია, ქუჩა და ეს ბუნებრივიც არის. თუმცა რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც მოწესრიგებულია, თუნდაც გარე პერიმეტრი. მომხმარებელი ამ საცხობს ნამდვილად ყავს, იმიტომ რომ ხალხი შემოდის, ხედავთ რომ სულ არის ნაკადი მიმოსვლა, სარგებლობთ ამ საცხობით, მოგწონთ? კი, ძალიან. რას ყიდულობთ ხოლმე? კადებს. მე ხაჭაპურები ვნახე რომ იყიდა. მამაკაცო, თქვენ მოგწონთ, ხო? ის რომ მომხმარებელს მოსწონს, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ სამზარეულშიც უნდა იყოს რა თქმა უნდა წესრიგი და ის დარღვევები არ უნდა იყოს, რომელიც მადონა კოიძემ აღმოაჩინა. კვერცხიც არის, ზეთიც არის, ფუნზე უკვე არ ვისაუბრებ საერთოდ. აქ არის აი რამოდენიმეჯერ გამოყენებადი ყუთები, რომელიც ფიზიკურად უნდა იცვლებოდეს აუცილებლად. აი ყველგან რასაც არ უნდა მოვკიდოთ ხელი, ყველგან არის აბსოლუტურად სიბინძურე, მოუწესრიგებლობა და მერწმუნეთ ძალიან დიდი ხანია ეს ობიექტი არ დალაგებულა. შევიხედოთ აქ, კონდენსატი არ არის, მაგრამ ტვერი არის, არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ტვერი ფაქტიურად აი ზედაპირებზეც არის, აი შეხედეთ, აი ზედაპირებზეც არის, აი ნახეთ, ტვერი არის აბსოლუტურად ყველგან, ტვერი და ჭუჭყი არის ყველგან. აი ეს კვერცხის მეორადი ყუთები არ უნდა იყოს, ის არის ალბათ გამომცხვარ პროდუქციას დებენ შიგნით და აგრილებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ტილოები არის ზეჭუჭყიანი, აი არანორმალურად ჭუჭყიანია.
აი რა გითხრათ, არ ვიცი, აი რას უნდა მოვკიდო ხელი და რა უნდა გაჩვენოთ, წუხვარ. ძალიან წუხვარ. ერთჯერადი უნდა იყოს აი ეს ტომსიკები, სასურველია რომ ერთჯერადი იყოს და სათანადოდ ირეცხებოდეს თუ კი ერთჯერადი არ არის, მაგრამ აქ რომელ ტომსიკაზეა ლაპარაკი და რომელ ერთჯერადებზეა ლაპარაკი, აქ თუ რამე დარღვევა არსებობს კრიტიკული ამ ობიექტზე ყველაფერია. ну ამან ხო საერთოდ შოკში ჩამაგდო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქალბატონმა მითხრა რომ აი ამ ბინძური ტილოთი ეს მიტუარი აი ესეთი ბინძური ტილო აი ამ ტილოთი ჯერ სინებს უსმევენ ცხიმს კონკრეტულად კარაგს რომ კარგად გამოიწვეს კარაგზე შემწვარი პროდუქტი მინახია მაგრამ კარაკი წაუსვა იმიტომ სინებს და ტაფებს რომ გამოიწვას ეს პირველად მესმის